Am წუთებში კი თბილისობა 2014-ის დასკვნითი კონცერტი იწყება ევროპის მოედანზე გამოსასვლელად ემზადებიან როკ ჯგუფები და სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი. ადგილზე იმყოფება ჩემი კოლეგა ნანუკა ქაჯაია. ნანუკა, საღამშვიდობისა, ხომ არა ისახად ცუდი ამინდის სტუმრების და მონაწილეების განწყობაზე? რამდენიმე წუთის წინ დაიწყო ევროპის მოედანზე გალა კონცერტი. ამ კონცერტი თბილისობა 2014 ოფიციალურად დაიხურება. ამის მიუხედავად ევროპის მოედანზე უამრავი მოქალაქე არის შეკრებილი. სპეციალურად მათი განწყობისთვის დიო ხუსიშვილი 33-ია, ნიაზ დიასამიძე და რამდენიმე ქართული როკ ჯგუფი ასრულებს სიმღერას. მთელი საღამოს განმავლობაში შესრულდება როგორც ცნობილი და საყვარელი რეპერტუარები, ასევე უცნობი კომპოზიციები. მობილი სიმღერებია ის ქართული, რომ უყვარს ყველა მიცის, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ ახლებურად ეს გიო და ბიჭები ეს პროექტია და ამ პროექტით წავდგებით. ცოტა ცივა, მაგრამ ხალხი ძალიან კარგი განწყობაა, ბევრი ხალხია მაინც ამითაც შედარებით და თბილისელებს და სტუმრებს ვპირდებით ძალიან კარგ კონცერტს და კარგ განწყობას. ჩვენი კომპანია დღეს აქ წარმოდგენილი არის ორი ჯგუფი, ეგ არის გიო და ბიჭები და ჯგუფი ეგ არის. მე გიო და ბიჭები ესე ვთქვათ შეუბერავენ ესეთი ქალაქური სიტყვა ვთქვათ, სამბა და ესეთი მემართულებით ქართულ ქალაქურ სიმღერებს, ეგ არის კიდე ესე ვთქვათ ფოლკლორიდან გადაკეთებული, ესე ვთქვათ რითმიული მემართულებით, კარგად გააზრებულ კომპოზიციებს შევთავაზებთ. ეს არის დასკვნითი გალა კონცერტი ახლა ვფრიდებით ძალიან მაგარ საღამოს, ძალიან გავერთობით კარგად და გამოვლენ სუხიშვილები, ბანი, ბასიანი, ნიაზ დიასამიძე და 33-ია ჯგუფი, ეგ არის გიო და ბიჭები. გელოდებით. გილოცავთ. თბილისობასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებით მეტროპოლიტენი საგადებო რეჟიმზეა გადასული და მოქალაქეებს ღამის პირველ საათამდე მოისახურება. თბილისობა 35-ად აღნიშნავენ საქართველოში და ამ დღესთან დაკავშირებით მოწყობილ გალა კონცერტს ანსამბლი სუხიშვილები დაასრულებს. დიდი მადლობა ნანუკა ქაჯაია გვერდთხოვდა პირდაპირ ეთერში.